გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის მორიგი დოკუმენტი გაფორმდა. დავით რაფავას პორტრეტი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის იუსტიციისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტების, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთა მიერ წარმოდგენილი 5 ძირითადი საკითხი. საუბარი შეეხო ზოგიერთი სტრუქტურის რეორგანიზაციას, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს რესტრუქტურიზაციას და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სააგენტოს შექმნის საკითხს. სხდომის მონაწილეებმა სააგენტოს სახელწოდებაზეც იმსჯელეს და გადაწყვეტილების მიღება შესაბამის უწყებებს დაავალეს. ფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, შეუწყობს ხელს ჩვენი საქმიანობის სრულყოფას, მის ადეკვატურობას და საბოლოო ჯამში აისახება იმ საქმიანობაზე, რომელსაც კეთილდღეობა ქვია ჩვენი მოსახლეობის. ჩვენი ბიუჯეტი არის 9 მილიონი ლარი და ჩვენ გვაგლდება წელს სამწუხაროდ გარკვეული თანხა, რომ სრულფასოვნად გავწეროთ ის მოთხოვნები, რომელიც აქვს ჩვენ სტრუქტურებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის კინოცენტრის ლიკვიდაციის საკითხიც განიხილეს. როგორც აღინიშნა, ამ დაწესებულების შექმნა თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივ ნორმებს და შესაბამისად დღემდე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში ამ სიტყვმა ვერ დადო რეალური შედეგი, რაც მისცემდა ან მოგცემდა საშუალებას მისი ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა. თუ არის ისეთი პიროვნებები, რომელსაც გამოუვალი მდგომარეობა აქვს სოციალურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მათ მივხედოთ. ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუერთდა აქციას არაძალადობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიში განიხილეს. კერძოდ განათლების უფლება გალის რაიონში, 2015-2016 სასწავლო წლების სიახლეები და თანმდები პრობლემები. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში და რეკომენდაციები მოამზადა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას გალის რაიონის მკვიდრთა უფლებების დასაცავად პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება ურჩია. ამასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედებისკენ მოუწოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეკრებილებმა სახალხო დამცველის ანგარიში წინ გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების რეალიზების პროცესში არსებული რესურსებით ჩაერთონ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გალის რაიონში მშობლიური ენის შეზღუდვის ფაქტზე სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას რეალურად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ მსგავსი პრეცედენტები საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. ეს აპრობირებული საკითხია და ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ ეს ბერკეტი, ეს მექანიზმი, საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევა, ეს არის ერთ-ერთი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტალური უფლების დარღვევა, რაც არავის არ ეპატიება და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასამართლომ დარწმუნებული ვარ შესაბამის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით გამოიტანს. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელმაც მიიქცია ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება და რომლის განხორციელებაში ჩვენ შეგვიძლია აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ეს არის გარკვეული გაცვლითი პროგრამები, ანუ მოსწავლეების გადმოყვანა აქეთ და მათთვის გარკვეული დახმარების გაწევა, ასევე ეს არის არაფორმალური სწავლების პროგრამის შემუშავება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლება არ შეიზღუდოს. სამომავლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის ონლაინ რეჟიმში სწავლების პროგრამის ამოქმედებაც დაიგეგმა.
ჩვენ არა გვაქვს სხვა საშუალება, რომ ჩავერიოთ ამ პროცესებში გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვისა, საერთაშორისო სამართლის ჩართვისა ამ პროცესებში და ადამიანის ყველაზე დიდი უფლების სწავლება თავის ენაზე უნდა აღდგეს. აი ეს არის მთავარი მიზანი. აქ უნდა ეს პრობლემა სულ უნდა იყოს, როგორც იტყვიან, გამოცოცხლებული. შემუშავებული იქნება ალბათ ონლაინ სწავლების, ესე იგი, პროგრამა. ამას ჩვენ ერთად გავაკეთებთ როგორც ჩვენი განათლების სამინისტროს, ისე საქართველოს განათლების სამინისტროსთან, საგარეო უწყებებთან, რა თქმა უნდა, და შევთავაზებთ ჩვენ ახალგაზრდობას ონლაინ რეჟიმში სწავლებას ქართული ენის არ დავიწყებისთვის. უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც ამ საკითხებზე მუშაობა დაევალათ. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ გალის რაიონის მასწავლებლებს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. მე ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან თანამედროვეობის გმირები, მართლაც ჩვენი დროის გმირები, იმიტომ რომ ისინი საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად ძალიან ხშირად ინახავენ მშობლიურ ენას როგორც საუნჯეს და მართლაც მე რა ამბებიც მათგანაც ვიცი და რაზეც მიწევს ხოლმე საუბარი მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატზე არის წარმოუდგენლად ემოციურად ატვირთული ამბები, როგორც ცდილობენ ისინი აი ამ ძალიან რთულ პირობებში, როდესაც ოკუპაციო რეჟიმი ახდენს მუდმივად მათ რეიდებს, მონიტორინგს, აკრძალვებს, შეინარჩუნեն და ბავშვებს ხარისხიანი განათლება მისცენ. იცით რა არის კიდე საყურადღებო, რომ გალის სკოლის დამთავრებულები არიან ძალიან კონკურენტუნერიანები. ამ პირობების მიუხედავად მასწავლებლები ახერხებენ იმას, რომ ბავშვებს მისცენ კარგი განათლება. ამაღლებული ქართულით, წმინდა ქართულით მოსაბური ბავშვები იშვიათად მინახია საქართველოში. აი ესეთ ადამიანებს უნდა მოვეპეროთ. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ბედნიერი დღე და თანაც ძალიან სევდიანი დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმდენს, რომ ამ ადამიანებს რაღაც სხვანაირად მოვეპეროთ. მაგრამ დადგება ეს დროს, რომ სხვანაირად მოვეპერებით. გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, ვამცნოთ თუ როგორ იღწვიან ჩვენი პედაგოგები, როგორი სიმძიმე გამოიარა ამ ომის შემდგომ აღდგენილ სკოლებში თითოეულმა მათგანმა და რა გააკეთა ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისათვის, ქართული სულიერების შენარჩუნებისათვის, მშობლიური ქართული ენის დაცვისათვის, აფხაზური ენის დაცვისთვისაც და ქართველთა და აფხაზთა შორის მეგობრობისა და ნდობის აღდგენისთვისაც. ღონისძიებაზე მოისმინეს გალის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მიერ 2013-2015 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში. მოსწავლე ახალგაზრდობის აღზის საქმეში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ პედაგოგები უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და გალის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ნონა შონიამ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანხმლები პირებისათვის განკუთვნილი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ობიექტი გაიხსნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი საცხოვრებელი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯი დახჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა. პაციენტებისა და მათი თანხმლები პირებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინებში არის 2 საძინებელი ოთახი, 7 საწოლითა და ცხოვრებისთვის საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო. ობიექტის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
Türkiye Cumhuriyeti olarak მოხარული ვარ რომ წარმოვადგენ თურქეთის სახელმწიფოს, რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. თურქეთი ყველანაირად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დახმარებას უწევს ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვის წინ ვაზიანში გავხსენით საწარმო, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილთა დასაქმებას. დღეს ვხსნით იმ ობიექტს, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული ავადმყოფებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საცხოვრებელი პირობების შექმნას. Ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებისთვის ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ქართული ჯანდაცვა ზრუნავს როგორც საოკუპაციო ზოლს აკეთა მოსახლეობაზე, ასევე საოკუპაციო ზოლს იკეთა მოსახლეობაზე. ამ ურთიერთობაში ძალიან აქტიურად ეხმარება თურქული მხარე და სწორედ დღევანდელი პროექტის დაფინანსებაში მან მიიღო უშუალო მონაწილეობა. ის პაციენტები, რომლებიც გადმოდიან და გადმოკვეთენ საოკუპაციო ზოლს იმისათვის, რომ იმკურნალონ ჩვენს კლინიკებში, მათი ოჯახის წევრები ძალიან კომფორტულად მოეწყობიან და მკურნალობის დაავადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი ისევე გამოჯანმრთელებენ და მშვიდობიანად გამგზავრებიან თავის საცხოვრებელ სახლებში. საწარმო იმედი ვაზიანში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და იქ აფხაზეთიდან დევნილი 18 ადამიანი დასაქმდა. საწარმო სამკერვალო ატელიესა და ფეხსაცმლის საამქრო საერთიანებს და როგორც მისი მესვეურები აცხადებენ, უკვე წარმატებით მუშაობს. პროექტი თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საწარმოს გახსნისთანავე თურქული სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა ქართულ მხარეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები და საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა, ასევე სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული გადასცა. როგორც საწარმო იმედის ხელმძღვანელი ვლადიმერ დადვანი აცხადებს, ეს პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის წინ წარედგინა და მათი მხარდაჭერით გაკეთდა ის მნიშვნელოვანი საქმე, რამაც ვაზიანში განსახლებული დევნილთა ნაწილი დაასაქმა. ამ საწარმოს გახსნაში ჩაერთო აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, მისი ხელმძღვანელი უშუალოდ ბატონი ქორქმაზი, რომლებმაც ამ საწარმოსთვის ყველაფერი გააკეთეს, დაწყებული იქიდან, რომ გარე რემონტი, ფასადი, შიდა რემონტი, ასევე მთელი დანადგარები, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა, ჩვენ ფეხსაცმლის საწარმოში ვართ, თვითონ უშუალოდ სააგენტომ გამოთქვა ესეთი სურვილი, რომ დახმარება გაეწია საწარმოსთვის და მოგცა შეკვეთა დაახლოებით 350 წყვილზე არის საუბარი. ფეხსაცმელის, რომელიცაც შეისყიდის უშუალოდ თვითონ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკა. აფხაზეთის მთავრობა უკვე გაანაწილებს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება სოციალური მიმართულებით და ესე შემდეგ დახმარებას გაუწევს ალბათ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. ყველა ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, ყველა ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და გამოდის ფეხსაცმელი. ხარისხიანი. სამუშაო გრაფიკი არის დილის 8-დან დაუშვათ ან 9-დან საღამოს 6-7-მდე 10 წვილის დაახლოებით გაუნდის. როგორც საწარმოში აცხადებენ თურქული სააგენტო მომავალში ფეხსაცმლის საამქროს და სამკერვალო ატელიეს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა დანადგარის შეძენას გეგმავს. საწარმოს თავისთავად სჭირდება უფრო მეტი დანადგარები. ამჟამად, რა თქმა უნდა, გვიჭირს ახლა მთლად ისე საწარმო ვერ არის გაშვებული, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ თვითონ თიკამ გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ნედლეული დავუშვათ, ნატურალური ტყავი, სხვადასხვა დანადგარების შემოტანა. მომავალში ვგეგმავთ დავამატოთ სადღაც 5-მდე საკერავი მანქანა, ცალკე იქ საღილე მანქანა საქარგავი და რაც საჭიროა საწარმოს კარგად დასამუშავებლად. და შესაბამისად უფრო მეტად დაემატება სამუშაო ადგილებიც და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმომ უკვე ტენდერშიც გაიმარჯვა და მომავლისთვის წარმოების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ, რუსთავის ბაღს ვამარაგებთ პლედებით. აქ სწავლებას გადიან მკერავები, სწავლობენ ტანსაცმლის კონსტრუირებას, რათა შემდგომში ამ განხრით უკვე განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები. ახლო არის 10 მეტრაში კორპუსიდან გამოვდივარ, თქვათ, სამსახურში მოვდივარ. შორს არ მივდივარ ჩემ ოჯახიდან. ისე რომ ყველაფერი კარგად არის და
მინდა რომ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მეტი საქონელი შემოვიდეს. ხალხი დასაქმდა და ასე წარმატებულად დაეწყო ამ საწარმოს საქმე. ამჟამად დამკომპლექტებელი ვარ მე, გარკვეული ჯგუფი მუშაობს ამ შეკერვაზე. გახსნის დღიდან მუშაობ ამ საწარმოში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამჟამად ვკერავთ საბავშვო ბაღისთვის პლედებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა მაღალტექნოლოგიური ულტრაბგერითი კვლევის აპარატითა და სისხლის ჰემატოლოგიური ანალიზატორით აღიჭურვება. მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებ პროექტებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ჯვარის ამბულატორიის მხარდაჭერა. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა შორის არიან დევნილებიც. პროექტი დაფინანსდა საელჩოს მცირე პროექტების ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების დახმარება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროექტები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებში ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკას გადმოეცემა უახლესი ტექნოლოგიის ეხოსკოპიის აპარატი და სისხლის ანალიზატორი, რომლითაც მაქსიმალურად მაღალ პროფესიული და ზუსტი დიაგნოსტირება ჩაუტარდება ჩვენთან მოსულ დევნილებს. პროექტი გათვლილია დევნილი მოსახლეობისთვის და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეს მომსახურება მათთვის იქნება აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და უფასო. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შენობაში გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ და სამომავლოდაც არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ჯვარი ემსახურება ძალიან ბევრ დევნილ ბენეფიციარს, რომელიც რეგიონში ცხოვრობს და არა მხოლოდ მათ ზემო სვანეთიდან და ოკუპირებული გალის რაიონიდანაც. ამ მომსახურების მიღება ფაქტობრივად არ ხდებოდა ჯვარის ამბულატორიაში და ჩვენს ბენეფიციარებს ძალიან, ასე ვთქვათ, შორ მანძილზე უწევდათ ამ მომსახურების მიღება, ზუგდიდში და ასე შემდეგ. და ეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და გარემოა იმ თვალსაზრისით, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ და რაც ყველაზე მთავარია კვალიფიციურს. პირველ რიგში მოხდება მეტპერსონალის გადამზადება, რასაკვირველია ესეც პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ამის შემდეგ უახლოეს პერიოდში და სავარაუდოდ ეს ახალი წლიდან მოხდება უკვე ეს მეტპერსონალი ახალ დაწესებულებაში, ახალ შენობაში მოემსახურება ჩვენს ბენეფიციარებს. მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს. 3 დეკემბერს ამ სლოგანით მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნება. საქართველოს უკვე წლებია ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვსა და მათ მშობლებს ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიასთან არსებულ ზალიკოს ცენტრში უმასპინძლა, სადაც თავად მხატვარმა და ცენტრის მსახიობებმა მათი სპეციალური გასართობი პროგრამა წარმოადგინეს. ეს არის მოქმედი პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განათლების სამსახურის სამუშაო გეგმით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების სახით. ჩვენ ყველა ღონისძიებაში ვთავთ უმეტესწილად, რა თქმა უნდა, დევნილ მოზარდებს და ბავშვებს, მაგრამ არა მხოლოდ. დღეს აქ დევნილ ბავშვებთან ერთად არიან თბილისელი მოზარდებიც. ასევე უცხოეთიდან, კერძოდ ჩეჩნეთიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან დევნილი მოზარდები. ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სითბოს დანახება და მოფერება. აი თუ დაკვირდით, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ რაღაცნაირად ყურადღება. და აი ახლა ზალიკოს ცენტრი როგორი რაღაცა იცით, გარშემო ყველა ბავშვს ეფერება და ყველა ბავშვს სიხარულს ანიჭებს და ფიქრობ რომ ყველაზე დიდი სიკეთე და ჩვენი ცენტრისთვისაც გახარება ისა, აი ესეთ ბავშვებს პატარა სიხარული მაინც მივანიჭოთ. ღონისძიების ბოლოს მოწვეული პატარები დაასაჩუქრეს.
გზა შეშელეთიდან თაწმინდამდე ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და გენიალური ქართველი მათემატიკოსის აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტური მოძრაობა რეფორმებისათვის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა. საღამოს პროფესორი თემურ ჩილაჩავა უძღვებოდა, რომელმაც გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ილია ვეკუას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მეცნიერმა მსოფლიოში სახელი გაუთქვა აფხაზეთს თავისი ფუნდამენტური შრომებით მათემატიკის ურთულეს დარგებში. მის სახელს უკავშირდება მრავალმხრივი მეცნიერული და პედაგოგიური მიღწევები. ილია ვეკუა გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამაარსებელი და პირველი რექტორი. შეხვედრაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს გამოჩენილი მეცნიერი და ისაუბრეს მის საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობაზე. ბატონი ილია ვეკუა გახდა გამოთვლითი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრის გამგე. თბილისის სახელმწიფო უნდა ეხლა ზოგიერთი მერმე სად ბატონი ილია ვეკუა და სად ეგ მემართულება. იმიტომ ის იყო მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ საქართველოში მაშინ იწყებდა ეს დარგი განვითარებას. გამოთვლითი მათემატიკა, გამოთვლითი მანქანები და მას სჭირდებოდა ძალიან დიდი ავტორიტეტი, რომ კარგად განვითარდეს. და სწორედ ბატონო ილია ვეკუამ აიღო ეს ტვირთი. და მან უზარმაზარი საქმე გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში განვითარებულიყო კომპიუტერული მეცნიერებები, მოდელირება და ასე შემდეგ. რაინდი იყო ილია ვეკუა ცოცხალი რო ყოფილიყო, იმ მომენტში, როცა ჩვენ აფხაზეთში გვიჭირდა, ეს არ მოხდებოდა. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო 1987 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში მეცნიერის სახლ-მუზეუმის გახსნის დროინდელი კადრები და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ეს კადრები მოგვაწოდეს აფხაზმა თანატოლებმა, მეგობრებმა, შეგნებულად არ ვასახელეთ არასამთავრობო სახელს. იქ მყოფი ახალგაზრდები არიან, მათაც აწუხებს ეს და უფრო გასახარი ის არის, რომ დღეს ილია ვეკუამ ჩვენ გაგვაერთიანა აფხაზი ახალგაზრდები და ქართველი ახალგაზრდები. ჩვენ შეგვიძლია თუ ილიამ გაგვაერთიანეთ, ერთ ქვეყანაშიც გავერთიანდეთ, ჩვენ ვიწევთ ახალ თაობას აფხაზეთისა, რომ ვითანამშრომლოთ. გვინდოდა გაგვეცნო, ვინ იყო აკადემიკოსი ილია ვეკუა, სად მოღვაწეობდა, როგორ მოღვაწეობდა, რა წვლილი შეიტანა მათემატიკის მსოფლიო საგანძურში. ასევე გვინდოდა, რომ ის უნიკალური ვიდეო მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული, რა მდგომარეობაში დღეს, ანუ 2015 წლის შემოდგომაზე არის აფხაზეთის ყველაზე გენიალური შვილის აკადემიკოსი ილია ვეკუას სახლ-მუზეუმი, გვეჩვენებინა და ასევე ახალგაზრდებს აქვს სურვილი მიმართონ აფხაზ თანატოლებს, როგორც აფხაზებს, ასევე ალბათ სხვებს, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში და აფხაზეთის გარეთ, რომ ერთად მოხდეს ამ ქართველებისა და აფხაზების არაკეთილმოსურნეობის მიერ ჩადენილი ბარბაროსობის აღმოფხვრა და აღდგეს ეს სახლ-მუზეუმი. არასამთავრობო ორგანიზაციის სტუდენტური მოძრაობა რეფორმებისათვის წევრებმა გაავრცელეს მიმართვა აფხაზის სტუდენტებისადმი, სადაც თანატოლებს მოუწოდებენ ხელი შეუწყონ აფხაზეთის მკვიდრი გამოჩენილი ადამიანების კიდევ უფრო პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებული აფხაზი საზოგადო მოღვაწის იური გიორგი ანუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე გაიხსენეს კამანში იური ანუასთან ერთად მოწამეობრივად აღსრულებული კამანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი. იური ანუას ქალიშვილმა მანანა ანუამ ისაუბრა იმ აფხაზ ახალგაზრდებზე, რომლებმაც მისი ოჯახი დახვრეტას გადაარჩინეს და აღნიშნა, რომ მათთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებენ. ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ამ დაპირისპირებამ ყველაზე ძლიერი და ყველაზე მგრძნობიარე დარტყმა ზუსტად ქართულ-აფხაზურ ერთობას მიაყენა. იმ ერთობას, რომელმაც დღემდე მოიყვანა ქართველი და აფხაზი. მამა ჩემი ძალიან კარგად აცნობიერებდა ამას. მისთვის ქართველი და აფხაზი მუდამ ერთი ცნება იყო და ყველანაირი მცდელობა ამის გახლეჩვის, განცალკავების მას საშინელ ცოდვად მიაჩნდა.
იური ანუას ღვაწლსა და თავდადებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიამ დედა თეოდორამ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭუნთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 1990 წელს იური გიორგი ანუა გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი და ჩვენ ვიყავთ ერთი დიდი ნაცია, ერთი დიდი კულტურით, ერთი შეგნებით, ერთი მტერი ვყავდა, არათუ ერთმანეთს გავრთმობთ, არამედ ერთი მტერი ვყავდა, სხვა მტერი. ყოველთვის ძლევდით და ვიმარჯვებდით, იმიტომ რომ ჩვენ გვწამს და გვწამს ყოვლადწმინდა სამება, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, უფალი ღმერთი და ეკლესია კვლავ გაერთიანებს საქართველოს და ეს ოკუპირებული ჩვენი მიწა-წყალი კვლავ გათავისუფლდება, ხოლო დევნილი მოსახლეობა, ეთნოსმენდის მსხვერპლი მოსახლეობა კვლავ დაუბრუნდება თავის მიწას. ამას ამბობს იური ანუას სულის კვეთება და მამა ანდრეას სულის კვეთება. საღამოზე მოეწყო იური ანუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ხიდის პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები შავნაბადა და შავლეკო და კომპოზიტორ-შემსრულებელი ია მაისაია. მხატვარმა ნონა გიუნაშვილმა ქვიშის პერფორმანსი წარმოადგინა, რომელშიც კამანის ისტორია იყო ასახული. წინასწარ ნახე ის დოკუმენტური ფილმი, რომელიც დღეს წარმოადგინეს აქ ღონისძიებაზე და ამ დოკუმენტური ფილმის დახმარებით შევეცადე ჩემი ქვიშის პერფორმანსი წარმომედგინა. იყო ძალიან ემოციური ჩემთვის და შევეცადე სული და გული ჩამედო და გამეზიარებინა ის ტკივილი ზოგადად ამ ოჯახის და სრულიად საქართველოს ტკივილი, რომელიც ყველა ჩვენთაგანის ტკივილია. თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მეფუტკრეობის დარგში ხელოვნურად განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია აგურამ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები. მივლინებით ვიყავით თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც პირველად ვნახეთ ასეთი ტიპის ლაბორატორია და გაგვიჩნდა იდეას გაგვეხორციელებია, შემდეგ მიმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობას, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია და აი მას ასაც ვხედავთ ახლა რაც გაკეთდა, გაკეთებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებული გადაადგილებული პირების მიერ და როდესაც ეს ობიექტი შევა, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციაში აქ დასაქმდებიან აფხაზეთიდან იძულებული გადაადგილებული პირები. მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩეხეთის საელჩოს, რომელიც ხარში დაგვიდგა ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში აკრედიტებულ სხვადასხვა საელჩოებთან და რეალურ შედეგებს ამით ვაღწევთ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ადგილობრივ ფერმერებს შეინარჩუნონ და განავითარონ სოფლის ტრადიციები. თაფლის წარმოება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მოახერხა და თავისი წვლილი შეიტანა ამ მეტად სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეში. ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილად კარგი და პოზიტიური შედეგი. მოგონებები აფხაზეთზე, აფხაზეთის სამთავრო მე-19 საუკუნის ფოტოპორტრეტებში. ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც კავკასიურ სახლში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა სოხუმელი მხატვრის ირმა გელანტიას ნამუშევრები. შეხვედრა მოეწყო კავკასიური სახლის პროექტის ფარგლებში კულტურის კალენდარი და ორგანიზებას უწევდა აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის კომპოზიტორ ია მაისაიას თაოსნობით. პროექტის მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობა, ასევე ახალგაზრდა ჭიერი თაობის პოპულარიზაცია და მათი თვალსაჩინოს გაფართოება. მაშინ როდესაც ჩვენ თვითგადარჩენისთვის ვიბრძოდით, მე როგორც ხელოვანმა ჩავთვალე აუცილებლობად, რომ ბავშვებისთვის მიმეწოდებინა სულიერი საზრდო. გავაკეთე ჩვენ კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც ბავშვები ეზიარებოდნენ ხელოვნებას, ლიტერატურას, ისტორიას. ნახატები წარმოდგენილია უფრო დეკორატიულ ხასიათში, ხატავ ხოლმე. ბოლო პერიოდის ნამუშევრებია, უფრო თემატიური ადამი და ევა, ფლირტი მაქვს დახატული, აფხაზეთის თემაზეც არის დახატული.
გამოხეტიალი ჯამბაზები, მუსიკოსები. ჩემი მესიჯი მინდა მივიდეს აფხაზეთის ხალხურებამდე, აფხაზებთან, რომ ხელოვნება ერთიანებს. არის ნამუშევარში ან მინორული, ან კონტრასტული, რასაც ფერწერა ქვია და რასაც იმპრესიონისტები გამოსახავდნენ, ეს ძალიან დიდი სახით იყო აფხაზეთში და ეტყობა ქვეცნობიერად ამ მხატვარში დევს ის სულიერი ის ბავშვობის მოგონება, რომელიც ფერის საშუალებით გადმოსცემს არა პირდაპირ მნიშვნელობით აფხაზეთს, არამედ აი ფერით გამოხატავს თავის ჟღერადობით იმ განცდას, რაც შინაგანად ირმა გერალანტიეს შემოქმედებაში და შინაგან სულში ზის. დღევანდელი საზოგადოება როგორც არასდროს საჭიროებს კონცენტრაციას ამ თემაზე, რაც უფრო მეც ვისაუბრებთ, რაც უფრო გულთან მივიტან და დავაინტერესებთ მომავალ თაობას, ჩემი შრომის მიზანი ძირითადად ეს არის. სპორტ საზოგადოება მართვეს ძიუდოს დარბაზში აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 9 წონით კატეგორიაში 2001-2004 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში აფხაზეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ, იმიტომ რომ პირველი ადგილის ასაღებად დამჭირდა ბევრი ბრძოლა და რახან მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან გასახარებელია. ჩემი აზრით, შეჯიბრის მოსაგებად ძალიან ბევრი სრომა საჭირო, მით უმეტეს, როდესაც დიდი ასაკში ჭიდაო. ეს არის 37 პირველი ადგილი. ოლიმპიურ ჩემპიონობას ვაპირებ სამომავლოდ. ძალიან გახარებული ვარ პირველი ადგილი რა ვიღებ. რთული იყო, რადგან ვებზადებოდი ყოველ დღე და მივაღწია ჩემს მიზანს. მომავალზეც შეეხება, მე მინდა რომ საქართველოს ჩემპიონი გავხდე. ძლიერი იყო ფინალში ვინც შეხვდა. არ ყოფილა მასთან შეხვედრილი და ცოტა გამიჭირდა. ტურნირი ძიუდოში მიზნად ისახავს ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში სასწავლო სამწვრთნელო მუშაობის განვითარებას, ძიუდოს პოპულარიზაციას, სპორტსმენთა ოსტატობის დონის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ახალგაზრდობის აქტიურ ჩაბმას ძიუდოს სექციაში და აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას. მე-10 წელია ტრადიციულად აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირს ძიუდოში. ამ ორდღიანი დაძაბული ტურნირში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ჩამოყალიბდება აფხაზეთის ნაკრები გუნდი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში. ბავშვებმა ძალიან კარგად იჭიდა ეს 14-13 წლის ბავშვები და უკვე პროფესიონალები ჭიდაობენ. ვაკ ახლა ფინალური შეხვედრები, რაც თავარია უტრამოდ ჩაიარა და იზრდებიან მომავალი სპორტსმენები. შეჯიბრი ჩატარდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით. ხელოვნება გზად, მეგობრობა ხიდად. ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც საკონცერტო დარბაზ ართოლში ქართული ფოლკლორის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემოქმედებით ცენტრ სამას ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება აფხაზეთს მიეძღვნა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. შერიგებისათვის ეს არის მთავარი დევიზი დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა. მე მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს. ბავშვები, რომლებიც ამ კონცერტში მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ დაფიქრებიან, რატომ აფხაზეთი და გასცემენ პასუხს ალბათ მათი მშობლები, თვითონაც რომ იმიტომ რომ ეს დღეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც აუცილებლად იქნება ისევ საქართველოს შემადგენლობაში და აფხაზები დაგვიბრუნდებიან ჩვენ და ქართველები დაბრუნდებით აფხაზეთში. საღამო ეძღვნება აფხაზეთს, სადაც მონაწილეობს მთელი რეგიონები, ყველა მარტო აფხაზეთი არა, აქ არის აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მთელი საქართველოს მოიცავს ფაქტიურად ეს ღონისძიება. ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ კვირა უნდა ვახსენოთ ხალხს, რომ აფხაზეთი დასაბრუნებელია. თუ ერთად არ მოვიდომეთ დაბრუნება ყველა. თუნდაც ხელოვანმა სპორტსმენმა თუ ქიმიკოსმა თუ ფიზიკოსმა რა მნიშვნელობა აქვს? ვერ დავიბრუნებ და უფრო გაიწელება ეს დრო და იქნება ძალიან მძიმე. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათი მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არსებობს დროებით დაკარგული ტერიტორიები და რომ ხელოვნებას საზღვარი და ენობრივი ბარიერი ვერ აბრკოლებს.
კვირის თემა. რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან კიდევ ერთი დოკუმენტი გააფორმა, რომლის თანახმად რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება შეიქმნება. 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტი გააფორმა. კერძოდ ხელი მოეწერა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის თაობაზე. გაერთიანებული დაჯგუფებების შესახებ შეთანხმების მიზანია მოსალოდნელი დივერსიებისა და საგარეო საფრთხეების აღკვეთა, აცხადებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია. მისივე განმარტებით სამხედრო დაჯგუფებები აფხაზეთში იქნება დისლოცირებული. რაც შეეხება სამხედრო დაჯგუფებების ინფრასტრუქტურას, ის აფხაზი ხალხისა და აფხაზური არმიის კუთვნილება უნდა იყოს, დასძენს ქიშმარია. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ სოხუმთან გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე უკანონოა. შინაარსობრივად ეს სამხედრო ხელშეკრულებაა და კიდევ ზოგიერთი სხვა ხელშეკრულებები, რომლებსაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება დებს რუსეთთან, არის აფხაზეთის რუსეთთან უფრო და უფრო მეტად მიბმის და რუსეთზე უფრო და უფრო მეტად დამოკიდებულების საფუძვლები. აფხაზეთის იმ ეფემერული დამოუკიდებლობიდან, რომელზეც ისინი საუბრობენ, თანდათანობით უფრო და უფრო ნაკლები რჩება. ასე რომ ცალკე აღებული ეს რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფებების შექმნა იმდენად არა საქართველოსთვის არის საფრთხო, არამედ საკუთრივ აფხაზეთისთვის, რომლის ამ წარმოსახვითი დამოუკიდებლობიდან კიდევ უფრო ნაკლები დარჩება ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო დოკუმენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო შეფასებას ელოდება. აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ის არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და შესაბამისად ნებისმიერი სახის მცდელობა დაიდოს მასთან შეთანხმება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამასთან 26 ნოემბერს ოკუპირებულმა აფხაზეთმა კონსტიტუციის დღე აღნიშნა, რომელიც უქმე დღედ იყო გამოცხადებული. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც 1994 წლის 26 ნოემბერს იქნა მიღებული, საფუძველი ჩაუყარა ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, აღნიშნავენ აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები. მათივე განმარტებით, ეგრეთ წოდებული ქვეყნის ძირითადი კანონი ეს არის მათი ისტორიული მონაპოვარი. როგორც ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, სამართლებრივი ძალა არც ამ კონსტიტუციას გააჩნია და არც მის საფუძველზე მიღებულ კანონებს. ნებისმიერი აქტი, რომელიც გამოცემულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, არის უკანონო, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაოდენ ნეიტრალურიც გინდა იყოს ეს დოკუმენტები. საკმარისია ითქვას ერთი არგუმენტი. ის კონსტიტუცია, რომელზეც ახლა არის საუბარი, მიღებულია იმ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ, რომელმაც მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, სადაც იყო გენოციდი ეთნიკური ქართველებისა, საიდანაც გამოძევებულია ის უმრავლესობა მოსახლეობისა, რომელიც იყო აფხაზეთში. ის რეფერენდუმიც, რომელიც იქნა ჩატარებულია იმ მოსახლეობაში, რომელიც დარჩა იქ მას მერე, რაც დევნილად აქციეს ასეულ ათასობით ადამიანი. ის, ვინც პატივსცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არასოდეს არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას და შესაბამისად იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც გამოცემული იქნება აი იქ დარჩენილი ხელისუფლების მიერ.
წარმოგიდგენთ პოპულარული თამაშის რა სად როდის საქართველოს ნაკრების კაპიტნის დავით რაფავას პორტრეტს. მე ვარ დავით რაფავა და მე ვარ სოხუმელი. თავარი ჩემი ჰობი, იცით, ალბათ მიხვდებით რაც არის, რა სად როდის. ინტელექტუალების გუნდებიდან ყველაზე ინტელექტუალური. გამორჩეულებიდან ყველაზე მოაზროვნე. დავით რაფავას გუნდი მაყურებლის წინააღმდეგ. ჰობიც კი არ არის უკვე რაღაც ცხოვრების წესია, ცხოვრების ნაწილია. ძალიან დიდი, იმიტომ რომ უკვე 20 წელია ვთამაშობ. ბევრს გონია რომ ეს არის ანუ ვინც ამ თამაშს თამაშობს აუცილებლად ყველაფერი უნდა იცოდეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს თამაში აგებულია უფრო ლოგიკურ აზროვნებაზე, ვიდრე პირდაპირ ცოდნაზე. უფრო ისეთი შეკითხვებია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ იცი რაზე ლაპარაკი და საერთოდ შეიძლება არც გონია შეხება, ლოგიკურად უნდა მიხვდე და ეს არის ძალიან საინტერესო. კაზინოში არ დავდივარ საერთოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვარ აზარტული. ფეხბურთის, რაგბის, გულშემატკივრობის დროს ძალიან შემიძლია გამიცადო მარცხი და ესეც აზარტული ხალხის თამაშია. აზიხوارა სამხრეთ ამერიკა ესე და ეს არა იმაზეა გამოსახული რასადროდიში ვარჯიში არის უბრალოდ თამაში ანუ თამაშობთ ერთად ხშირად და ამით ასე ვთქვათ უფრო ერთმანეთს უგებთ კარგად ეს არის თავარი ანუ ერთი წუთის განმავლობაში ეს კომუნიკაცია უნდა აეწყოს ისე რომ არ გამოგეპაროს რაღაცა ვერსია, რომ სწორად ზედმეტიც არ ილაპარაკოს არავინ, არც ნაკლები, არც ზედმეტი. სამხრეთ ამერიკას რა გავს მაშინ? სამხრეთ ამერიკას პევანი გავს, გეუბნები. კიდევ, რატო შავკუჩი მაშინ რატო არა? რატო ის უკან რა დიდია რაღაცა შეიძლება. რამე ეკონომიკაზე ვიცი? ერთმანეთის უნდა გესმოდეს გუნდში. ეს არის თავარი ვარჯიშის დროსაც და ამით მიიღწევა ანუ წარმატება გუნდში შიგნით და მეტი არაფერი. ბატონ დავით, ვინ უპასუხებს? მე ვუპასუხებ. თქვენ თავად პასუხობთ, მაშინ რა ინახება კულისებში? იცით რა, სრულიად ესეთი აი ფანტასმაგორიული ვერსია. კულისებში რა ინახება, ბატონ დავით? შეიძლება ეს იყოს მიხეილ გარბაჩოვის სურათი. გამოვიტანოთ კულისები და აი რა ინახებოდა კულისებში. ეს არის სატელევიზიო ელიტარული კლუბი, სადაც თამაშობს მაქსიმუმ 10 გუნდი, ასე ვთქვათ. მაგრამ არსებობს ასევე ძალიან დიდი მოძრაობა, რასაც როდის ამ ტელეეკრანის მიღმა. საქართველოს ამითი არის აი ერთ სულ მოსახლეზე რო გადავთვალო, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში თამაშობს. 25 ქვეყანაში თამაშობენ რასაც როდის სოფლიოში. ძირითადად რა თქმა უნდა ეს არიან ამერიკა, კანადა, მთელი ევროპა და რა თქმა უნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა. მე ჩემი გუნდი მყავს, იცით, მაგრამ ასევე ნაკრები არსებობს, საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობს ამ სატელევიზიო კლუბების ჩემპიონატებში. ანუ ეს სატელევიზიო клуби არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ 7 ქვეყანაში. Тишина, господин Рапава, кто отвечает? Господин Рапава, кто отвечает? Тишина в зале. Я сам отвечу. საქართველოს ნაკრებშიც კაპიტანი ვარ. და ნუ ყველაზე დიდი წარმატება რაც საქართველოს ნაკრებს და მე პირადად მიგღწევია ამ სატელევიზიო თამაშებში სოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ ერთხელ ბაქოში 2009 წელს. И что в черном ящике? Ножницы. Черный ящик. Ножниц очень боялся, чтобы не подпускать к себе человека с ножницами. Зрители со счетом 6-3 становится главным претендентом на титул чемпиона мира среди телевизионных клубов «Что, где, когда». Давид, я вас еще раз поздравляю. Спасибо. სოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა და ყველა წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ეს იყო ყველაზე წარმომადგენლობითი, იმიტომ რომ მონაწილეობდა 60 გუნდი 25 ქვეყნიდან
ამდენი არასდროს არ ყოფილა არც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის გარდა ორგანიზაციის ძალიან მაღალი დონე ყველა აღნიშნა პრეზიდენტი იყო ჩამოსული საერთაშორისო ფედერაციის სასადროთის მანაც აღნიშნა ანუ ყველა სტუმარმაც აღნიშნა რომ საქართველოში რო ჩატარდა ასეთი ჩემპიონატი არცადაც ჩატარებულა ერთ-ერთ თამაშზე რასადროდის კლუბში მე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლეც რომელიც იმ დღეს მოვიდა სათამაშოდ გოგოების გუნდი იყო და ჩვენ მოგვიგეს ეს თამაში რომელიც იმ დროს ჩვენ უკვე ასე ვთქვათ ცნობილი გუნდი ვიყავით და დამაინტერესა ვინ არიან ეს ახალი გუნდი მივედი გასაცნობად უბრალოდ რომ მენახა ვინ არიან და აღმოჩნდა რომ გოგოების გუნდი ყოფილა და კაპიტანი იყო თამუნა ფოფხაძე რომელიც ჩემი მეუღლეა და ისიც სოხუმელია ყველაზე დიდი ჯილდო ასე ვთქვათ რაც ამ თამაშში მე მიმიღია სწორედ ეს არის კაცრი მამა ვარ კი მომთხოვნი ვარ ანუ რაც შეეხება სწავლას ძალიან მომთხოვნი ვარ სიზარმაც ეს რაც შეეხება ძალიან კაცი ვარ ბიჭი უკვე 15 წლის არის ნიკა და რაღაცებს ფიქრობს უკვე მაგრამ ჯერ ადრეა ჯერ არა ჩამოყალიბებული თვითონ ელენე 8 წლის არის ეხლა უნდა რომ გამოვიდეს მხატვარი ჩემთვის იყო სოხუმელი ნიშნავს ნუ რაღაც განსაკუთრებულს რა და მე ძალიან ვამაყობ ამით და ყველგან ამას აღნიშნავ ძალიან კარგი მოგონებები მაქვს და ბავშვებსაც უყვები ხშირად ხოლო დადებითი ემოციები რო კონდეთ სოხუმის შესახებ ომის მერე ნუ მოსკოვში აღმოჩნდით ესე გადაწყვიტა ოჯახმა რომ წავსულიყავით ანუ ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ წავსულიყავით მოსკოვში ну როგორც ყველა ეძებდა ამ რაღაც უკეთეს ცხოვრებას ასე ვთქვათ ახალი ცხოვრების აწყობა გეგონათ რომ მოსკოვში უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე იმდროინდელ თბილისში მაგრამ ნუ არ გამოვიდა იქ იყო ისეთი მოლოდინი რაც იყო არ გამართლა და დავბრუნდით საქართველოში და მე ბედნიერი ვარ ამითი რომ ეს ასე მოხდა ჩემი არჩევანი რო იყოს დღეს სიტყვაზე მე იგივეს ავირჩევდი ანუ მე ყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით რომ ეს ასე მოხდა რომ სწორედ მას შემდეგ უფრო ქართველი გავხდი მას შემდეგ რაც აი ეს გაჭირვების წლები ასე ვთქვათ ამ სწორედ ამ ასეთ საქართველოში გავატარე და ჩემი შვილებიც აქ გაიზარდნენ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ იციან ენა არიან ქართველები მომავალ თაობამ არ იცის ასე ვთქვათ არ აქვს ის გზნობები აფხაზეთთან დაკავშირებით რაც ჩვენ გვაქვს ამ გზნობების გადაცემა არის შეუძლებელი ამიტომ ჩვენ ვართ ის თაობა რომელმაც უნდა დააბრუნოს აფხაზეთი სანამ ჩვენ ვართ ცოცხლები აფხაზეთი უნდა დაბრუნდეს დღეს ამით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 1 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე.